Სამებით, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მობრძანებისთვის კომისიის საქმიანობაში მონაწილეობისთვის. Ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს, უმთავრეს იურიდიულ დოკუმენტს. Ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ბუნებრივია დიდხანს არ ვისაუბრებ, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენება თუ რატო აქვს ამ დოკუმენტს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული განვითარებისათვის. Კიდევ ერთხელ საქმე ეხება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და სწორედ ამ დოკუმენტზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს დღეს ნამდვილად უნიკალური შანსი, ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, ისეთი კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ერთი მხრივ იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. Ჩვენ ვიცით, როგორი მემკვიდრეობა მივიღეთ ჩვენ 2012 წლისთვის, 2010 წელს განხორციელდა ბოლო, ასე ვთქვათ, არსებითი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. გვახსოვს, რომ შეფასდა ეს ცვლილებები 2010 წლის დასკვნით ვენეციის კომისიის მიერ და დასკვნა იყო არსებითად ნეგატიური, უარყოფითი, იყო მთელი რიგი შენიშვნებისა, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული 2010 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ. არის უმნიშვნელოვანესი ხარვეზები, ეს ხარვეზები ეხება ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპი. ეს პრინციპები არის დარღვეული სამწუხაროდ კონსტიტუციის მოქმედ ტექსტში, რაზეც ხაზგასმით საუბრობდა თავის დროზე ვენეციის კომისია. პრაქტიკა დღეს არის განსხვავებული, მე ვიტყოდი, ან პრაქტიკაში თავს არიჩენს რეალურად ის პრობლემები, ის ხარვეზები, რომლებიც არის რეალურად ასახული საქართველოს კონსტიტუციაში, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან ჭრილში, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დავინახოთ საქართველოს კონსტიტუცია და ეს ხარვეზები აქედან გამომდინარე ნამდვილად საჭიროებს გასწორებას. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ, ანუ ერთი უმთავრესი ამოცანა ჩვენი იქნება კონსტიტუციის ხარვეზების გასწორება და კიდევ ერთხელ კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს არის ერთი მთავარი ამოცანა და მეორე, ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა. კონსტიტუცია აყალიბებს კონსტიტუციურ წესრიგს, ერთიან სისტემას, სახელმწიფო მოწყობის სისტემას და ისეთი სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ, რომელიც გაუძლებს დროს. არის ყბადაღებული თემა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად ცვლილებების ფენომენი, კონსტიტუციის ცვლილების ფენომენი და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტრადიცია შევცვალოთ და სწორი მიმართულებით წარმართოთ პროცესები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიტანოთ ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებს დროს და კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია ძალიან ის პროდუქტი, რომელიც შეიქმნება ჩვენი კომისიის მიერ, ანუ საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ჩამოყალიბდება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესი, ის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს კომისიაში. კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს კონსენსუსის საფუძველზე. და ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად ის, რომ ჩვენ ფორმატში, კომისიის ფორმატში იყოს მიღწეული კონსენსუსი და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იყოს საპარლამენტო ფორმატშიც კონსენსუსი. მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს, არის რესურსი იმისა, რომ სრული კონსენსუსის საფუძველზე, ძირითადი მონაწილეების კონსენსუსის საფუძველზე გადამუშავდეს საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება მისაღები მაქსიმალურად ფართო სპექტრისთვის ჩვენი საზოგადოების. ეს უნდა იყოს ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის მონაწილეობას ამ პროცესში ექნება ფასდაუდებელი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი მზადყოფნისთვის, რომ ჩაერთოთ ამ პროცესში, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში. პროცესში ჩართულია პრაქტიკულად ყველა ძირითადი სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ჯანსაღი კონსტიტუციის არსებობით. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ეტაპზე არის, ასე ვთქვათ, უარი მიღებული კომისიაში მუშაობის, ასე ვთქვათ, მიღებაზე, თუმცა იმედი მინდა კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ
პროცესში გადაიხედება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ამ კონსტიტუციური ორგანოს აქტიური ჩართულობაც კომისიის მუშაობაში. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგეხადოთ თქვენი მსაყოფნისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის და მინდა გისურვოთ პროდუქტიული მუშაობა და საბოლოო ჯამში მინდა გისურვოთ ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებს დროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სიტყვას გადავცემ ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს. მინდა შევუერთდე ზოგად მადლობებს დღეს აქ ყოფნისთვის და ზოგადად სურვილის გამოხატვისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველა ჩვენგანმა. მე ერთხელ უკვე მქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიმეღო. ეს იყო წინა კომისიის განმავლობაში და ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, ძალიან რთული სამუშაო პროცესი, ძალიან ხანგრძლივი სამუშაო პროცესი და სამწუხაროდ საუკეთესო შედეგებითაც არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად შედეგები იქნება ბევრად უფრო უკეთესი და საუკეთესოც კი. ჩვენი ამოცანა არის და ჩვენი სურვილი არის აი ამ რთულ პროცესში ალბათ არაფერი არ შეგვაბიჯებინებდა სხვა, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის საგანი, განხილვების საგანი, კრიტიკის საგანი, არამედ რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შეთანხმებული, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის, ასე ვთქვათ, თავარი გზამკვლევი ქვეყნის განვითარების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სწორედ ასეთი დოკუმენტი მივიღოთ ჩვენ რამდენიმე თვიანი სამუშაო პროცესის შემდგომ. მე პირადად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა ამ პროცესში. ჩემი ტვირთი არის, რომ თვითონ სამუშაო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ორგანიზებულად და ყველა მონაწილეს და ყველა წევრს კომისიის ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იყოს ჩართული სათანადოდ, ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, წვდომა ინფორმაციაზე, ასევე დროულად იყოს ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ღია ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ მივიღოთ ის სხვადასხვა იდეები და ინიციატივები, რომლებიც წამოვა კომისიის წევრების მხრიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი იდეები იქნება მრავლად და იქნება იდეები, რომელიც დაგვეხმარება და დაეხმარება მთლიანად კომისიას იმისთვის, რომ სწორედ ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, რომელზეც ვსაუბრობთ, ანუ დოკუმენტი, რომელიც შეძლებს და გაუძლებს დროს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და ვეცდები, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს თვითონ უშუალოდ სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა ვეცდები, რომ თავად შინაარსობრივ ნაწილშიც მაქსიმალურად შევიტანო ჩემი წვლილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო იმ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ ამ პროცესის მართვაში და განსაკუთრებული მადლობა ალბათ უნდა გადაუხადოთ ევროპის საბჭოს, რომელსაც ძალიან დიდი მადლობს ვამყარებ. ვენეციის კომისიის ჩართულობა ამ პროცესში იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვენეციის კომისიას, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი სიტყვა იქნება ფაქტობრივად ჩვენს მუშაობაში, რაც ალბათ აქამდე ასეთი ვალდებულება არც ყოფილა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი მხრიდან. ასე რომ ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ნაყოფიერ სამუშაო დღეს და ნაყოფიერ სამუშაო თვეებს უსურვებ, გისურვებთ თქვენ და საკუთარ თავს.